დუშეთის რაიონში სუვენირების ქარხანა გაიხსნა. სოფელ არაგვისპირში კომბიპაპი USAID-ის პროექტით განხორციელდა. გახსნის ცერემონიას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. ღონისძიების შემდეგ თენგიზ შერგელაშვილმა და სტივენ ჰეიკენმა სოფელ ბულაჩაურის მოსახლეობას მულტიმინერალური საკვების ბლოკები დაურიგეს. Თქვენ ასეთი საწარმოები, რომელიც ძალიან ბევრი უნდა გაიხსნას საერთაშორისო მხარდაჭერით, უნდა გაიხსნას ადამიანების ძალისხმევით, იქ ცხოვრობი ადამიანების ძალისხმევით და მონაწილეობით. ეს არის მთავარი წყარო იმ შემოსავლების შექმნისა, რომელიც უნდა შეიქმნას სოფლად, იმ დასაქმების პოტენციალისა, რომელიც უნდა გაჩნდეს სოფლებში. USAID-ის ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების პროექტის მიზანია დაეხმაროს იძულებით გადაადგილებულ პირებს და სტიქის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნაში. ეს ამ პროექტის ორი მიმართულება განვიხილეთ, მათგან ერთ-ერთი ქართული სუვენირების წარმოება შეეხება, ხოლო მეორე მოსახლეობისთვის მინერალური საკვები ბლოკების გადაცემას იწვევს.